გისმენთ აღმოჩნდებისა პირდაპირ ეთერში ხარ. ალო? გისმენთ. ალო? შეკითხვა მაქვს ბატონო. მოგესალმებით მამა ბასილ და ბატონო ქართლოს. მადლობა რომ გორჩი ჩამობძანდით და დღევანდელ დღესაც გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ასეთი შეკითხვა მაქვს ბატონო ბასილ. თქვენ მამაო ბასილ თქვენთან ამას შეკითხვა. გორჩი ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში შემოდის თავისუფალი ჟურნალი. თავისუფლებას ექვიან ჟურნალს. მხატვრულად გაფორმებული კარგი ჟურნალია, რომლის რედაქტორები არიან ზურაბაშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და სხვები. ძალიან გაფორმებული ჟურნალია, უფასოდ შემოდის. შეკითხვა მაქვს თქვენთანა, ეს ჟურნალი იაღოველების სამსახურში ხომ არ არის? მე ვიცი ამ ინფორმაციას შესახებ. რა თქმა უნდა, ვინც უფასოდ არიგებს ამერს, ყველა დაინტერესებულია იმისათვის, რომ ეწინააღმდეგობა მართლმადიდებლობას. თქვენი ის პიროვნებები ის განასახელე, სისტემა რა და ეს პიროვნებები იცავენ მხოლოდ იაღოველებს, ბაპტისტებს, არც არ მინახე, რომ მათ მართლმადიდებლებს უფლებები დაეწოს. იყო შემთხვევა, როდესაც მე შარშან 10 მარტს თავს დამესწნენ და უნდა ჩემი ლიკვიდაცია. ამის შესახებ მთელ მსოფლიომ გაიგო, მაგრამ არც თავისუფლების ინსტიტუტმა, რომლებიც თვლიან თავიანთ თავს ადამიანების უფლების დამცველად, არც სახალხო დამცველმა ნანა დევდარიელმა ხმა არ ამოიღეს. პირიქით მოუწოდეს, რომ ესე იგი სასწრაფოდ ყოველდღე იმას გაიძახიან ტელევიზიით, პრესით, რომ დაიჭირეთ მომავალს. რანაირად იცავენ ადამიანების უფლებას მე არ ვიცი. დღეს თუ ქართველი ხარ, უნდა დაიცავ მართლმადიდებელთა უფლება, არა ამ კრიმინალური სექტების უფლება. ამაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ყველა ქართველის ოჯახში ინახება ბიბლია, ახალი აღთქმა. ეხლა რა მოხდა? ამ ბიბლიის თარგმნელი არის ბაპტისტები, მახა სონღულაშვილი, ზურაბ ტიკნაძე და ის სხვადასხვა პიროვნებები. ისმის კითხვა, რა შეაინტერესებდათ, როგორც საქართველოს არ ყავდა მართლმადიდებლური სამღვდელოება, რომ ეთარგმნა ეს ბიბლია, მაგრამ მათ რაც აწყობდათ თვითონ ისე გადათარგმნეს, რომ მომავალში ეს იაღოველებს ცალკე გამოეყენებინათ, ბაპტისტებს ცალკე, 50-იანებს ცალკე, ევანგელისტებს ცალკე. დღეს იმათ უჭირავს ყველას ეს ახალი აღთქმა, ბიბლია, დადიან ქუჩებში, ბინებში უვარდებიან ხალხს და ამობენ. აი ხედავ რა წერია? ეს არის არასწორად ნათარგმნი. არა ამ ბიბლიას ხომ არ დახეს. ამ ახალ აღთქმას თუ არ მისცემ. ეს უკვე სამართლებრივია რა. ყველა ანათემაზე ვინ ყავს ამჟამად გადასწრება? ყველა ქრისტეს დაუძინებელი მტერი. აი კონკრეტულად ვინ არის? დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული გიგა ბოკერიანდის და იქ ნანა დევდარიანი და სხვადასხვა ისეთი და რას ნიშნავს მაგას აი ჩვენ გავიგე. ანათემა ის არის, რომ როდესაც ადამიანი ჩაიდეს ღვთისა და ერის წინაშე, თავის სამშობლოს წინაშე, რაიმე ღვთის გმობას, ის აუცილებლად ანათემას უნდა გადაეცეს. ანათემა ნიშნავს, ეს არის ეკლესიური წყევლა, რომელიც საერთოდ მოსწყვეტს ამ ადამიანს ქრისტიანობიდან და მისი გზა არის ხოლმე და ხოლმე ჯოჯოხეთი. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ბუშმა თქვათ თითქოს ნათლობა, აი რამდენად რეალურია. კი იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო კლინტონი, მან გამოგზავნა თავის წარმომადგენლები და გზაში ჩვენ ეკლესიის გვერდზე დაიწყეს ბაპტისტებმა ეკლესიის აშენება. ჩვენ წინ იქ. ჩვენ რა თქმა უნდა ამის საშუალება არ მივეცით, ვიცით ჩვენი მდგომარეობით რას გავაკეთებდით, რა ზომებს მივიღებდით და ისინი გავყარეთ იქიდან. არ მივეცით ამის საშუალება. ერთ-ერთი ყოფილა კლინტონის მეუღლის მოძღვარი, რომელიც იყო. ამის შემდეგ თვით ამერიკის თეთრ სახლიდან, ის კლინტონის პრესსამსახურიდან იყო ხშირი ტელეფონის ზარების ჩემს მიმართ, რომ შემეწყვიტა მას წინააღმდეგ ეს ბრძოლა და მე გავაფრთხილე, ნუ ღარ ეკო და ნუ შემაწყვეტა. ამერეთ როდესაც ბუში დადგა, რამდენჯერმე გაისმა ჩემ ტელეფონზე იქიდან ზარი, რომ შენ ჯერ მუქარა იყო, შემდეგ მითხრა, რომ მოდი იქნებ რამენაირად ამერიკამ და თქვენ, გიცნობ თქვენ, მთელ მსოფლიოში, საქართველოში ხარ რაღაც დაზოგელი მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის და იქნებ რაიმე კავშირი დავამყაროთ. იყო შემთხვევა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ აი ბუში, როდესაც ერაყში ომს დაამთავრებს, მას სურს, რომ აუცილებლად ჩამოვიდეს საქართველოში, შეხვდეს თქვენ. მართალია ბუში არის ბაპტისტი, მაგრამ მას საბოლოოდ სურს, რომ მიიღოს მართლმადიდებლობა და ამასთან უნდა შენთან საუბარი. უცხოელები თუ ინათლებიან მართლმადიდებლობას, თქვენ თუ საქართველოში მყოფი უცხოელები? უამრავი უცხოელი ჩამოდის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ან ქართველი გაჰყვება იქით,
მეუღლეთ, ან თუ ქართველ მამაკაცს მოხდა უცხოელი ქალი, ამ შემთხვევაში მე უამრავი ხალხს მოყავს მონათულია. გასაგები. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ ვადმოფაშო. ისმენთ სამშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში. მოკლედ თუ შეიძლება კითხვა. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ხა ამ ვასილ კალავიშვილს მამავს ნამდვილად ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ეკლესიის წიაღი, საიდანაც თითოეული ჩვენთაგანი გამოდის და აუცილებლად ბრუნდება და რომლის თავკაცია ილია მეორე მოკვეთილია ამ ეკლესიიდან. რა უფლება გაქვთ? და საერთოდ ვინ ახართ და საიდან მოდიხართ და სად მიდიხართ? ამ ხელა აგრესია რომ მოდის თქვენგან, მე როგორც მართლმადიდებელი, პირველი ჩემთვის არის მიყვარდეს და არ განვიკითხო. რომლის აბსოლუტურად ანტი ზუსტად აი ეს ბატონი ვასილ კალავიშვილი. გასაგები, დიდი მადლობა. გასაგებია, აი ეხლა რა გაკვეთა რას ნიშნავს რა? ეკლესიას აქვს ერთი კანონი. ჯულის კანონი. არის დიდი ჯულის კანონი და ყველა სასულიერო პირი და ბრევლი ემორჩილება ამ დიდი ჯულის კანონიდან. ერთ-ერთი აი ხალბატონმა თუ გინდა რომელიმე სასულიერო პირმა დამისახელოს ერთ-ერთი კანონი, რომელიც მე დავაშავე ღვთისა და ერის წინაშე და ღმერთის წინაშე. მე ასეთი დანაშაული არ ჩამიდენია. მე ვიცავ მართლმადიდებლობას და სწორედ იმისათვის იმას შეეშალა განკვეთილი და განდგომილი. მე ვარ განდგომილი საპატრიარქოსთან დროებით. და მემორჩილები საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას. კიდევ ვიმეორებ, დროებით, როდესაც ყველაფერი ძალადდება, ყველა ის უღირსი სამღვდელოება განიკვეთება საქართველოს ეკლესიიდან, მე იმ წუთშივე დაუბრუნდები საქართველოს ეკლესიას. და საქართველოს ეკლესიიდან გავნაგზო ბრძოლას ჩემი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისას და ჩემი სამშობლოს გადარჩენისათვის. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი სასულიერო პირი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, იქ იაღოელები მოვლენ, ბაპტისტები თუ სხვადასხვა კრიმინალური სექტები და დღევანდელი ზოგიერთი მოკალათებული სამღვდელოება, რომელიც ეკლესიაში არის იმისათვის, რომ ფული გააკეთოს, იქ უხარია როდის მილიონი წესაგებაზე, ნაცნობაზე, აი ეს აინტერესებს, რომ მართლმადიდებლობის სარწმუნოების და მე არ აინტერესებს მას. ყველაზე არ მომუხმია მას, მაპატიონ, ყველა სასულიერო პირმა, მაგრამ ძირითადში უნდა აინტერესებდეს სასულიერო პირს, როგორც წევან თქვენ ბრძანეთ, რომ იაროს სკოლებში, იაროს უმაღლეს სასწავლებლებში, თუ გინდა ქუჩაში და იქ ადაგოს ის სარწმუნოება, რა სარწმუნოებამაც გადაარჩინა ქართველი ერი ამ 20 საუკუნის განმავლობაში. კიდევ ერთი ზარი და ბოლო ზარია ეთერში. სულ რამდენიმე წუთი. ალო? სამშვიდობის ბატონო. გამარჯობა. მე ათეისტი გახლავარ და როგორც მოგალაკეს მაწუხებს ორი შეკითხვა, ხო გაგიგონიათ მოყარის პირში უძრახეო. ძალიან კარგია წმენა. მაგრამ ბატონო ქართულს თუ დაინტერესებულ ხართ, რა თანხებით შენდება ამდენი ეკლესიები და რამდენად კარგად ხდებათ თვალში ეზო აშენებული ეკლესიის ფორმის ცეხები. რა თქვენ ხვდებით რაზეა ლაპარაკი, ამას ტელევიზიით გაშიფრვა არ უნდა. ესეთი შეკითხვა თქვენთან და თქვენთან მამა ვასილ. საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები კატასტროფულად მცირდება. აი ეხლა მე გეკითხებით თქვენ როგორც ქრისტიანს, როგორც ერის მოძღვარს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ 17-18 წლის გოგობიჭების მონასტრებში გამოკეთება. ერის ღვთისმლოცველი აღარ გინდათ? ვინ უნდა გაამრავლოს ერი? გასაგები. რა თქმა უნდა საინტერესო ძალიან მოკლედ სულ რაღაც. რაც შეეხება ამ ახალი ეკლესიებისაშენებას, მაგსაკეთთან დაკავშირებით ჩემი გამომშვებული პოზიცია. მე მომხრე ვარ იმისა, რომ ძველი სალოცავები იქნას აღდგენილი. აღდგენილი. უფრო მეცად გეტყვით. კონცეფცია ისეთ რა გადადის სულიერებაში, მე რატო თქვი იმის შესახებ, რომ შევდივარ რელიგიაში. ბოლომდე ჯერ გარდა რამდენიმე პიროვნებებისა საქართველოს ერთ-ერთი მათგანი აქ არის ჩვენთან ამბასადორი. ვერ გწნობენ და არიციან რა არის ეს. და ამიტომ ჩემი კონცეფცია არის ასეთი. სანამ საქართველოს არ აღდგება, არ აშენდება, არ დაშენდება, არ გალამაზდება, არ მოიხატება ყველა სალოცავი. მანამდე საქართველოს ვერ დალაგდება. ერთი საინტერესო შეკითხვა დასვა იმ ხალბატონმა. ძალიან მოკლედ. კი. რა თქმა უნდა, იმას აინტერესებს, რომ შეიძლება თუ არა ახალგაზრდები მონასტერში წავიდნენ. ისე უკეთესია საერთოდ მონასტერში მიდიოდნენ ცოტა ხანშესული ადამიანები, თორე ახალგაზრდა შეიძლება წავიდეს მონასტერში და იქ რაღაც ვერ შეეგუოს, მერე გამოიქცეს,
თავბედი იწყებლოს მე რომ აი რაც წავედი მე იქ და მონასტრი და უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა გაერკვეს რა არის რელიგია, რა არის ეკლესია და რაც შეეხება ეკლესიის მშენებლობას, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა აშენდეს ძველი ეკლესიები ყველა და შემდეგ სადაც ახალი დასახლება, ახალი მასივები, გაუწეველი ახალი ეკლესიების უნდა გაკეთდეს, თორე ეკლესია თუ არ იქნება, ალბათ ეფექტანტები წაგულაკებენ. ერთად კიდე მინდა მოუწოდოთ თქვენ ვიცი რა პოლიტიკაში აპირებთ მაინც დაბრუნებას და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ თუ შეიძლება იქნებით თუ არა კიდევ ერთხელ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი და გამოხვალთ თუ არა აი უახლოეს ხანებში საპარლამენტო არჩევნებში თქვენი პარტიის ადვოკატთა პარტიის. კი ბატონო, მაგ კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ხალხს მობეზრებული აქვს პოლიტიკაზე ლაპარაკი. პოლიტიკაში დაბრუნებას მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ დაბრუნდე უნდა გასულიყო. პოლიტიკა და გასული არა ვარ. ჩვენ დღეს აქტიურად მუშაობთ და შევქმნით საქართველოს ადვოკატთა კორპუსი. ერთადერთი ინსტიტუტი, რაც საქართველოში ბოლო პერიოდში ვერ დაანგრიეს, სოფლის მეურნეობა დაანგრიეს, განათლების სისტემა დაანგრიეს, ჯანდაცვის სისტემა დაანგრიეს, რელიგია და წმინდა რა მდგომარეობაშია ვლაპარაკობთ მაგაზე. ერთადერთი ინსტიტუტი, რაც ვერ დაანგრიეს, ეს არის ადვოკატის ინსტიტუტი და უფრო მეტი აღმავლობას განიცდის. ესე იგი პოლიტიკაში ვარ, ჩვენი პოლიტიკა ვიდის აგები. ახლა რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას არ მონაწილეობის შესახებ. ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვემზადებით შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას პარტიას, რეგისტრირებული პარტიის ეგიდით, რომელსაც ჰქვია პირდაპირ ასევე საქართველოს ადვოკატები. და რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში მე ორჯერ მივიღე მონაწილეობა და სხვებისგან განსხვავებით მე ვარ ქართველი და ვიცი პირდაპირ ლაპარაკი. და არ არის მიკიბული თუ მეტყვია თუ მთხოვია. მე მესამე საპრეზიდენტო არჩევნებშიც მივიღებ მონაწილეობას და გამოცხადებული მაქვს კიდევაც როგორც ამდეს ჩანდეს ცოტა არა ლოგიკურად რომ შევარდნად შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მე ვერავინ ვერ გამომართლებს. სახელმწიფოს ბაზობა, მამობა 30 წამი ზუსტად 30 წამი შეიძლება ეთერში თქვენი ბოლო სიტყვა ასე ვთქვათ. ბოლო სიტყვა ნუ ეთერში. დღეს მე ჩამოვედი იმისათვის რომ მიმართო ქართლის მოსახლეობას რომ იყვნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი და მე მოვედი დღეს იმისათვის რომ გავაფრთხილო თუ თავი როგორ უნდა დავისვათ ამ კრიმინალური სექტებისაგან. განსაკუთრებით მინდა მიმართო ორთაშენის მოსახლეობას რომ მეორედ ჩემი მრევლი აღარ ჩამოიყვანოს იქ თვითონ გაწმინდოს თელი სოფელი. თუ არა და ჩვენ თუ ჩამოვედით მეორედ აუცილებლად ის იაღოველთა სახლი რომ არის გადავხსნებთ როგორც სკოლა ან საბავშვო ბაღი. სასწრაფოდ იყოს გადევნილი იქიდან იაღოველები და რაც შეეხება პოლიცია და სამართალდამცავ ორგანოებს მიბადონ წმინდა გიორგს. რაც გააკეთა წმინდა გიორგმა თითოეულმა აი ამ პოლიციის თანამშრომელმა გააკეთოს ისა მათი ვალიც არის მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა და არა მარტო მამონ ბასილის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და მერთმა დაგვროცოთ გაგაძრო და მრავალ წმინდა გიორგობას დავსწრებოდი და წმინდა გიორგმა მოგვაწილოს თავისი מחვილის ყველა ბოროტი ძალები რომლებიც დღეს საქართველოს ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საქართველოს მაყურებელს შევახსენებ რეგიონის სტუმარი, გადაცემა რეგიონის სტუმარი დასასრულს მივახლოვდა. მომავალ სამშაბათს შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს. რელიგიის თემა ამოუწურავი თემაა, მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა ამ ერთ საათში სრულად ვერ დავაკმაყოფილებით მაყურებლის ინტერესს, თუმცა ვეცდებით რომ შემდგომშიც აუცილებლად გავაგზავნოთ ამ თემებზე საუბარს. დღეს კი გემშვიდობებით კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდი.